მხარეს ჩავკეტავთ, რომ იქიდან ზაღლები რომ დაიწყებენ დევნას, ძირითადად გადმოდიან აქეთ. ან 4 მეტრ აქ და უდექით, ან 3 მეტრ იქ. წარმატების მომცემს აღადი აგიმალოთ და გასული ზღვა იყო და თემის ზღვა ძაღლები. არის რამოდენიმე გამოსასვლელი, ძალიან დიდი იმედია რომ გამოვა. ალექსი წებენ ქვედა მხრიდან. თუ გადმოვა, გამოვა ეს. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ხო, რაცია ჩამბა. კარგად, თავად როგორ გიკითხო? გაიხარა. როგორ იქნება? ეს საგები. სად არის? გარეცხილი მანქანა. კარგად გა, კარგად. ბარელ, ბარჩოვიკას სტუმრაში არა იგი. საჩუქარი არის, მაგრამ სტუმრაში არ დაიფარო, სახში დაიფარო. არა, საიმანზე რო წახალ არ დაიფარო. კეტავთ იქით ამ მხარეს, მარცხენა მხარეს. ავყვებით აი ამ ბილიქს. აქეთ ამ მხარეს ჩავკეტავთ, რომ იქიდან ზაღლები რომ დაიწყებენ დევნას, ძირითადად გადმოდიან აქეთ და გადადიან იქით. მოკლედ, დღეს ვნადირობთ ტურაზე და მგელზე. თუ სხვა რამე გამოვა, შველი გამოვა, კურდღელი გამოვა, თუ არავინ არ ვესწრით, მარტო ვნადირობთ ტურაზე და მგელზე. სხვა არაფერს არ ვესწრით. საკმარისად მეტნი ვართ, კარგად ჩავკეტავთ. ორი ლოკაცია გვაქვს სულ. ერთი ეს ლოკაცია, ორი სოფლის თავი, სადაც უნდა ვინადიროთ და მერე მესამე სოფლის თავი. ყველას კაი ნადირობას გისურვებთ, წარმატებული ნადირობა და შედეგიანი. ან 4 მეტრ აქ და უდექით, ან 3 მეტრ იქ. რომ გამოვიდა. მას გაიგონეთ შრალი არის. თუ დაინახავ შენ ზემოსკენ წამოვიდე, ზაღლების ხმას თუ აქეთ ამ ხარეს წამოვა, ჩემს ხარეზე. 1-20-25 ნაბიჯი ზემოთ ამოიწე. სანამ ზაღლების ხმა მოგიახლოვდება. ესე იგი აქეთ ამ ხარეს გადმოიყარე. ეს ზონაც შენი არის, როგორ გაიგე? ექინა გამომდინარე საკმაოდ დიდი რაოდენობა შევიკრიბეთ მონადირეების წარმატების მომცემს აღადი აგიმალოთ და ჩვენ ზემოთ ამოვედით ზემოთ ახავს ვკეტავთ ეგრეთ წოდებულ ნაძვებს და დიდი ნაწილი ჩვენი ბიჭების ქვემოთ დარჩა და ქვემოდან გადაკეტავენ ამ სავარ გულს. ნახოთ აბა რა იქნება. მე მგონი ყველაფერი იქნება კარგად. კაფეოდე თყობა რომ ნადირის გამოსასვლელი ბილიკი არის. ამიტომ შორი ახლოს უნდა გავჩადეთ აქ. ერთი ვარიანტია კიდევ ადგილობრივი გვეუბნება რომ აქეთ ამ მხარესაც არისო ბილიკია. აქაც კაფეოდი შო. მე სადაც ქვევით ყოფილა აქ. დავდექით ნომრებში. მე მეორე ნომერი მხდაწილად რატი დგას დოლიზე ჩემგან. ალბათ 60-70 მეტრში ქვემოთ. ადესარავი ადგილი არის. ეს ადგილი ნაცნობი არის ჩვენთვის გადმოსასვლელები ვიცით და წესით კარგად ვდგავარ. ძალიან მალე დაიწყება სარეკი. და იმედი გვაქვს რომ დღეს გამოგვივა ნადირობა.
გასროლი ზღვა იყო და დევნის ზღვა ძაღლები. სარეკი დაიწყო და შორიდან ძაღლების ხმაც გვესმის. ვიყოთ ყურადღებით. ეს მე მგონი მელია იყო. მაინც კი უცადე. რა ცოტა ახლოს მივსულიყავი და მენახა რეალურად მართლა რა იყო. როგორც ჩანს, ის მდელო გადაკვეთა და შევიდა იმ ტყეში. ერთი ავიყვანეთ. ერთი ძაღლის ყება ხევს მარჯვნივ ისმის, გადაიყვანეს. ერთი ძაღლი რაღაცას იქიდან დასდევს, მეორე ჩემს წინ. მე მგონი რატის მომდიან იყო გასროლა. რატისთან თუ გავიდა, დიდი ალბათობით აყვანილია. გამოპარული იყო. ვიგინებ კამერით ვიდეო. ხო და თვალი მოუკარ ვესროლე. ერთი შემოტრიალდა კუძზე იკმინა. ანუ ეს ნარად მოდიოდა თავის. დაჭრილს არ გავდა სიმართლე გითხრა. არა მე კარგი სასროლი, ანუ აქ ხა ნორმალური სასროლია კაც. იცი რა, აი ასე მოდიოდა ხეებში, არ ზედგზაზე და არა. გადასულიყო აქ. არა მგონია, იმიტომ რომ აი ესე აგრძელებდა გზას. აქეთა ქონა გეზი რა. ხო, კი ბატონო. შენ კარგახანი იდექი იმენა უმიზნებდი, გიყურებდი. ხო, კაცო, მეთქვი ახლა მოვზად ვიყავრო, მაგრამ არა და აი რო ვესროლე. აი ესე დატრიალდა ერთი კუძზე იკმინასავით რაღაცა მოუკარი თვალი და ვეღარ დავინახე. ამასაც აღარ დაუძახე. ის ჩათვალე რომ ამოღებული არის ბუნებიდან. ქირურგიულ ოპერაციას ამას არავინ არ გაუკეთებს, სადღაც გდია, გაუწევდებოდა სავაგეროთ და ბატონმა გოგამ კაი შედეგი დადო. ესაც განადირები. აი სიმძიმისა, აი სუქანი გამოვა. აი ნაკვებია. იწევოდეს მაინც არის მე ამის. რატომაც მეგონა რომ ორი რო გავარდა შენის როლა. და შენს იქით იყო აბა სროლა? ცოტა ქვემოთ. მე დღეს არ გამიმართლა, მაგრამ გავუმართლათ ჩემს მეგობრებს, როგორც ვიცი. რამოდენიმე მონადირებული უკვე გვყავს. მათ შორის გოგასაც გავუმართლა. ფუჭა-ფუჭას როლები არის. იქით რა ხეს ზევით?
ბაბუმა იყვანა ერთ როგორც ვთქვი და მოგა. მეტი არა. რომელს გაგიმართლათ ხალხო? თქვენ? ვა. შვენიერია გილოცავთ წარმატებულ ნადირობას. მადლობა თქვენ რომ ესეთი კაი სარეკი გააკეთეთ. ვისიამოვნეთ ყველამ. მაგრამ საყვედური არის რა. საყვედური არის ქვედა ნომრებიდან ესე იგი. რატო იქ არ გამოუშვით რა? ბაბულიკ, გაგვიღიმა ფორტუნა. ილოცავ. ასმენა. აბა მოყევი რა როგორ ანაირად. ზემოთკენ ვიყავით ასულები ვათვალიერებით რა. ხო და მე წამოვიდით ქვემოთ. რომ იქ ძაღლები იყო ქვემოთ გადასული და ჭალაში უყევდნენ კიდე. წამოვიდით ქვემოთ. მე იქიდან გავიგეთ კიდე. მოაწვა ძაღლი. უკვე დევნის ხმა იყო, მოაწვა. მე გაჩუმდა. გაჩუმდა მე მივხვდით რომ გამოეპარა რაღაცა რა. აი ეგერ ვიდექით ის მანქანა რო დგას რა და აი დაახლოებით 15-20 მეტრაში დაახლოებით აქ უკვე ფაჩაფუჩი ისმოდა რა გიონ გაიგონა რა ჩამოვიდა თუ არა გადმოხდა ეს ჩამოირბინა და გაჩერდა და გამოგხედა და მესროლე ბაბუ მე უნდა შენი წერა გავხდეო გითხრა ხო? ძალიან კარგი, ნუ 2 გვაქვს ხა. მე და შენ თვითონ. მე მგონი მე-13 არის კიდე ხო მე მგონი არ მე-13 ვის გაუმართლა? ვისთან გამოვიდა? გიო. გიო ხო? ბაბუმა იყო. აჰა. და ერთი ვინა იყო? გიორგი კვერნაძე. კვერნა? იმასაც ჩვენთი გამოვხდება ხოფი არ მოგარტყათ. კვერნა? ესეთ კი. სპოლემ, გილოცავ. კარგი გასროლა გაგიკეთებია თუ. და ბაბულიკას. შენ და ბაბულიკას წავედით ბაბულიკასაც მიულოცეთ. ბაბუ გილოცავ. გილოცვალა კარგი გასროლა გაგიკეთებია შეემჩნა პოჩაღ რა ნახე რაღაცა უნდა გაჩვენე ბაბუ რო იცოდე просто მაინც რა გული ჯიბი ხვალ მარცხენა მხარეს ეს ვიყოფთ ხელს ჰოპ ნახე ვა რამდენი ხანია ვაშე გენაცვალე რა ვიყარხარ გულიდან ბაბუ გენაცვალე როგორ გამახარით რა ხდებოდა აბა რა სიტუაცია შეიქმნა რა ხდებოდა და პირველ ნომერში ჩემი ძმა დავტოვეთ, მეორე ნომერში მე დავდექი, მესამეში ბატონი რატი. რატი დამითმო პრინციპში თავის ნომერი მან რატი დგება ხოლმე როგორც წესი რა, მაგრამ მე დავდექი და ატყდა სროლა ამბავი, ერთი 15-20 წუთით ადრე სარეკი როგორც კი დაიწყო რატიმის სროლა, მოარტყა და მოინადირა და მე გამოპარული მოცემულობდა ჩემსკენ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გოგა, პირველი სარეკი დავამთავრეთ. წარმატებულად ფაქტიურად, ხო? 3 რეალური შედეგი დევს. 4 მოკვდა რეალურად, იმიტომ რომ რატიდოლიძეს გადაღებული აქვს როგორ გაარტყა, უბრალოდ ძალიან ბუჩქებში შევარდა და ვეღარ შეყვა გამოსატანად, თორე შოტკამით გადაღებული არის კადრი, სადაც თვალნათლივ ჩანს მორთმის. ეხლა სად მივდივართ? ეხლა მეორე სარეკი უნდა გავაკეთოთ, ჩვენს ხელმარცხნივ დღეს დავკეტავთ და ბიჭებმა თქვეს რომ თვალი მოკრა ერთ-ერთმა სარეკმა რომ გელი გავიდაო. თუ გაგვიმართლა, მალე შეიძლება ის გადასული მგელით თუ ძალიან შორს არ არის გასული, მოვინადიროთ კიდეც. რა იცი რა ხდება? რისთვის ხდება საერთოდ ეს ნადირობა? შეგიძლია რომ მოსახლეობას უთხრა იმათ, ვისაც საერთოდ შეხება არ აქვს ნადირობასთან. ნუ რა ვიცი, მე და შენ სულ ამას ვღაღადებთ, რომ ძალიან ბევრი არის დაცებელი საქართველოში, ძალიან აწუხებს სოფლის მოსახლეობას და ეს კონკრეტული შემთხვევა ზუსტად ამ ფაქტს ეფუძნება. ხალხს ფერმები აქვს, შედის ფერმებში, უწიოკებს ამ ფერმებს. ტურა ეძახე და ბატის და ქათმის მიღმა ხბო შეუჭამა ჩვენს მეგობარს. პატარა ხბო, ტური ხროვა. ნუ შეიძლება 1 არ იყო და 3 იყო და 5 და 7, მაგრამ ფაქტი, სამწუხარო ფაქტი მოხდა, შეჭმული არის ხბო, შეჭმული არის ბატები და ქათმები და ძალიან თავს გასული ტურები ყავს საქართველოში სამწუხაროდ მინდა გითხრა. შედი ჩაჭრილი რო იყო გადაჭრილი რო იყო და გადასხურდა გელი ეგე ის გზა იქით გელემდე
თუ უნდა დაიგე. ზემოთ თავში ვერ გაიცდება, თავში ვიდგებით ჩვენ. და რაც ყველაზე მეტად სასიამოვნოა, არც თქვენ დაგავიწყდეთ, რომ კროკო მედია გვერდში უდგას ჩვენს არხს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაებმა ყურადღება მოადუნოთ. გელით ყველას. შეიძლება ეგრე გადაასწროს, გაიგე? და გადავიდა იქით. აი ეგრე გაიქცევი სადმე და აქეთ აი მე ესე ქვეით ჩომაატარებს. ეს ტურა ნახამერთი ზეით გაიქცო და ისო ქვევით მოდის. აი ეგეთ სადმე და ღელია. იმის პირას მიემართ. მე რა თუ გადავიყავანე ზაღლი. აქ იყავი, მაგრამ თუ ზაღლი გაქცდა მე. დაახლოებით ჩემი აზრით ერთი 10 კაცი უკვე დგას. ახლა ნახავ კარგ ნომერს და ჩავდგები მეც. ძაღლების ყეფა უკვე მესმის. სალექსი წებენ ქვედა მხრიდან. თუ გადმოვა, გამოვა ეს. აქ არის ერთი 4-5 მილიკის დაახლოებით. აბზორი არის 30 მეტრ მარცხნივ და წრეს აკეთებს მარჯვნივ. ნომერები კარგად აყენია, ერთმანეთს ვერ შეხედავთ ერთ-ერთი. არა ვიცი, ზო 50 მეტრში ვართ რა. დავდექით, მეორე სარეკი დაიწყება ძალიან მალე. მე მე-6 თუ მე-7 ნომერი მერგო, ჩემს ქვემოთ ზურა არის და ჩემს ზემოთ წესით მარლენ უნდა იყოს, ძალიან ტყიანი, წვრილიანი ადგილი არის რა, ერთადერთი სასრული გზაზე გაქვს ადამიანს. მალე სარეკი დაიწყება და ნახოთ ვის გაუმართლებს ამ სარეკში. უკანა მხარეს ხევი მაქვს. არა მგონია რომ აქ ჩამოვარდეს, მაგრამ სურა სადაც დგას, იქ გადასასვლელიც აქვს და რომც გადაასწროს, მე უკვე ხევში სროლის საშუალებაც ექნება. ძალიან დიდი იმედია რომ გამოვა ჩვენს ნომერში მაინც და მაინც და შევძლებ და გაჩვენებთ თქვენს ნადირობას. ეხლა კი მოდით უბრალოდ შევერწყათ დღეს. და ნეო 12. მიღლა და თოფმა. არ გაისროლა.
ჩვენს წინ დარბია მე 20-30 მეტრით შევიწევი შიგნით. ხოზურა, მაგარს უბათქუნებენ თმაო ძალიან. შენსკენ მიყო ხა დევნა, იმედი მქონდა რომ გამოგივიდი და ხელზე ამ. არ გამორიცხო რომ მოტრიალდეს. და ჩვენს წინ მაგარი ამბავი ხდება რაღაცა კარგი დაქაბუთები. ბიჭები მოდიან. ეგ ნადირობა მორჩარე და ძაღლები იქიდან დაძლებენ. აი ასე ამიარა, გამომიარა ამან და გამომხედა. და გამოვკარი ბიჭო თოფს და არ გაისროლა. ასეჩკა მომცა თოფმა რა. თან გადაღებული მაქვს რა, ეგ ყველაფერი როგორ ხდებოდა. ჩემგან იყო სადღაც ერთი ხმა მესმოდა რა. ეს იყო გამოპარული. ნელა. ხო, მაგრამ ძაღლები ხელყვალზე ვერ ხო, მოდიოდნენ. ძაღლებიც ხელყვალზე ვერ მოდებდნენ, მართალი ხარ. შენ მოგილოცო? ეს იყო შენ როგორ ეს იყო ხო? იცანი ხო? სიფათზე ბიომეტრია რა, პროფილი ამფასი. უპებივით ერთმანეთს ეხარა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გურჯაანის რაიონში, სოფელი კალაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ლიცენზირებული ნადირობა. გამოხშირეთ ტურები, 4 ავიღეთ, 1 დაჭრილი წაგვივიდა, ბიჭებმა იყო ჩაღეს კარგად. აი ნადირობა ჩავატარეთ. მოკლედ და კიდევ ხშირად და იმათ უნდა ჩავატაროთ ნადირობა, რომ გამოხშიროთ მავნებელი. აქეთ ხოხბები ყავს გაშვებული, კიდევ ვაპირებთ. მარლენ, ფაქტი არის შემდეგი. ჩვენ ხა არაფერი არ დაგვჩენია გარდა იმისა, რომ ვინც დაგვეხმარა ამის ორგანიზებაში, იმ ხალხს დიდი მადლობა გადაუხადოთ. მეგობრობისთვის, ნადირობისთვის, უერთში დგომისთვის და ჩვენს მაყურებელს უსურვოთ და შევახსენოთ, რომ როგორც კი ექნება საშუალება, რომ ამოიღონ ბუნებიდან კაცებელი, აუცილებლად არ დაიზარონ და ეს კარგი საქმე ქნან, იმიტომ რომ საქართველოს ფაუნას ეს ძალიან წააგდება რა. მე კიდე მგონია ესეთი რამე, რა თქმა უნდა, მაგაში გეთანხმები და კიდევ კარგი იქნება, თუ კი ხალხი მოგაწვის ხოლმე ინფორმაციას, შეწუხებული სოფლები თუ არის კარგი იქნება რომ ჩვენს ყურამდეც მოდიოდეს, ვეცდებით ლიცენზია მოვიპოვოთ და მოგეხმარებით ამოღებაში ხალხმა. და ბარემ მოდი, კახეთი და კახელები მოვიკითხოთ რა, ამ დალუცულ მიწაზე ვართ, გურჯაანში, კახეთის გულში და გურჯაანიდან მთელ საქართველოს მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ. გურჯაანები არ ჩავიჭრებით, ეხლა ჩვენ ქალაქის სურებს გაუშვით პატარა სუფრას და ვაჩვენებთ რომ გურჯაანზე გადის დედამიწის ღერძი. გრინვიჩის მერიდიანი, გრინვიჩი არ გადის, რო იცოდეთ, გადის გურჯაანში. მადლობა მეგობრებო, დიდი მადლობა. უმეტესი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. გვიყურეთ, გამოიწერეთ, იმეგობრებთ ჩვენთან და ასე შემდეგ.